გავანჯო ყველას. ჩემი YouTube არხის დასაწყისში 3 წლის წინ ერთ-ერთ ვიდეოში უკვე გიამბეთ მაღალი თბილის ათოლის შესახებ, რომელიც ტროტუარის ფილების ნარჩენებისგან გავაკეთე. საერთოდ ასეთი ტიპის თბილ სათოლებს ასე იმიტომ ეძახიან, რომ მათი სწორი ფუნქციონირების საფუძველში დევს უხეში და წვრილი ორგანული მასალის დაშლის პროცესი, რომელიც დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფით მიმდინარეობს. გაითვალისწინეთ, რამდენად ძლიერად ცხელდება ახლად მოჭრილი ბალახი, 70 გრადუსი, და ეს ხუმრობა არ არის. თუ შემთხვევით გაზს გათიშავენ, მასში თუნდაც ცხელი კერძების მომზადებაც შეიძლება. და ჩემს თბილ კვაში გადავწყვიტე კიდევ ერთი რამ გამომეყენებინა. კერძოდ ქვის თვისება დღისით მზის სითბოს დაგროვებისა და მისი გაცემა გრილ ღამით. ვფიქრობ, ბევრს შეუმჩნევია, რომ მცენარეულობა მასიური კვების ახლოს ბევრად უფრო ძლიერად იზრდება. ეს სწორედ ამით არის განპირობებული. ჩვენს ბარში ბუნებრივი კვები იშვიათია, ამიტომ გადავწყვიტე ისინი ხელოვნური კვებით შემეცვალა. ამას შეიძლება მივაკუთვნოთ მაგალითად ტროტუარის ფილა. მაშინ კიდევ ერთი მიზანიც მქონდა. გამომეყენებინა ზედმეტი ფილები, რომლებიც გადაკრას მენანებოდა, ხოლო ტროტუარი უკვე საკმარისად იყო მოპირკეთებული. საბედნიეროდ ბარიკადების აშენება საჭირო არ იყო. რევოლუცია ჩვენ არ გვემუქრება. პოლიტიკაში ყველაფერი როგორც ყოველთვის მშვიდადა, იმიტომ რომ დიქტატურა ჩვენი ბრენდია. ეფექტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამ თემაზე გამოშვებულმა ვიდეო ჩემი YouTube არხის მაშინდელი ახალგაზრდობის გამო მხოლოდ მოგზალებული თითქმის 40,000 ნახვა დააგროვა. ამიტომაც ვერ მოხერხდა ამ ღირებული ინფორმაციის მართლაც ფართო მასებისთვის, მილიონობით ბაღის მოყვარულისთვის მიწოდება. ჟურნალის სამსებე მასტემ მკითხველებს უფრო გაუმართლად. რედაქტორმა მაშინვე დაინახა არსი და ვიდეოს მიხედვით სტატია დაწერა. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის სასიამოვნოა. სერიოზულმა ჟურნალმა სახელგანთქმული გამომცემლობის სახლიდან ამ იდეას ღირსეული შეფასება მისცა. მაგრამ ვიცი, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე არ იციან, როგორ მიაღწიონ მაქსიმალურ ეფექტს, განსაკუთრებით რისკიანი მიწათმოქმედების ზონაში. როგორია ჩემი სამშობლო ბელარუსის კლიმატი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მარადმწვანე პომიდორების ქვეყანას ეძახდნენ. Оба-на! Ну, не знаю. Нормально для белорусского. მაგრამ დრო იცვლება და მე ვარგო სტერეოტიპს, რომ ჩვენ ბელარუსები მხოლოდ კარტოფილით ვიკვებებით. არა მხოლოდ კარტოფილით, არამედ ჭარხალსაც ვჭამთ. რუსულად ეს არის სვეკლა, სტაფილოსაც, სტაფილო, გორბუზებსაც, ანუ გოგრას. ესე იგი, როცა ძმური მეზობლის სამსახურები უწებ ემბარგოს, აწესებენ და საკუთარ მოქალაქეებს მშვენიერი დელიკატესის გარეშე ტოვებენ. ხოლო თბილი კვლებით საერთოდ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ რაციონი. სოლი მაგარია და არ დამთო. ნება მხოლოდ ერთზე გავჩერებულიყავი. დაჟინებით მოითხოვა, შემდეგი წითელი აგურის ნარჩენებით გამეკეთებინა, ხოლო გასულ წელს კი თეთრი აგურის ნარჩენებით გავაკეთე. ამიტომ მთავარი მიზანი არის გაუზიარო კარგად დამკვიდრებული მეთოდი კიდევ უფრო მეტ მებაღეს, ხოლო მეორე მხრივ კი მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რაც ამ წლების განმავლობაში შევიტანე, გთავაზობთ ახალ ვიდეოს სანახავად. ასე ვთქვათ, მეთოდის განახლება. წინაპრებში ძალიან ღრმად ვთხრიდი, ვის გამოც ბევრი ძალიან ღირებული, უხეში და წვრილი ორგანიკა იკარგებოდა. ფაფას კარაქი არ აწკენს. მაგრამ ბაღის რესურსების რაციონალური გამოყენება არავის გაუუქმებია. მაგრამ წმინდა ადგილი ცარიელი არასდროს რჩება. და ჩვენთან დეპორტირებული თხუნელების საცხოვრებელი თავხედმა თაგვების ტომმა დაიკავა. თხუნელები უბრალოდ თხრიდნენ, ხოლო თაგვები ყოველგვარი წესის გარეშე მოქმედებენ. ეხლა ისინი ზედაპირზე ბოსტნეულზე ხშირად ესხმიან თავს. და როცა შეძლებს ამოწოლას და მზეზე გარუჯვას, გაოცებული რჩები მათი თავხედობით. არის ერთი პლუსიც. სოროები ღრმაა და თბილი, ამიტომ შემოდგომასა და ზამთარში მოსული თაგვები საერთოდ არ იტყოდნენ სახლში შესვლას. ზუსტად ასეთი ვარიანტი ფილების ან აგურის დაგების გასაკვირად ძალიან კარგად გაამართვა. ეს მე ერთ-ერთ ამერიკულ ვიდეოში შევნიშნე. ასე აკეთებდნენ ყვავილების კლუმბას. არანაირი ხსნარი. გამოიყენება გრავიტაციული პრინციპი. დედამიწა როგორც უფრო მასიური სხეული, იზიდავს ნაკლებად მასიურ სხეულს, აგურს. ვფიქრობ, ეს არ არის ამერიკული ნოუ-ჰაუ, როგორც ტესლა და SpaceX-ი ილონ მასკის. ამ ორიენტში ყველაფერი საკმაოდ მყარად დგას. საერთოდ ახალი თბილი ქვის მოწყობა შესანიშნავად შეიძლება დაუკავშიროთ ეზოში წესრიგის დამყარებას. მე შესანიშნავად გამოვიყენებ ადუნების გამოუსადეგარი დაფები. ვარგისი დაფები ვოლიერის იატაკზე წავიდა, ხოლო გამოუსადეგარი თბილი ქვის სულ ძირში წავიდა. ისინი არ მისცემენ სიცივეს მიწის სიღრმიდან ამოშლის საშუალებას და იმუშავებენ როგორც ძალიან უხეში ორგანული მასალა. ასევე როგორც უხეშ ორგანიკას იყენებენ ნახევრად ულპობად შეშას, რომელიც შეშის დასათხოვების ქვედა რიგშია. შესანიშნავად გამოდგება ქერქი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუჩქებისა და ხეების გასხლის შემდეგ დარჩენილი მულჩა.
ყველაფერი ფენებად იქნება ამოღებული ნიადაგით. შემდეგ გადავდივართ უფრო ნაზ ორგანიკაზე, რომელსაც კომპოსტერის ზედა ფენიდან ვილებთ. ყველაფერი ისევ ნიადაგით იფარება და უხვად ირთვება. შემდეგ გამოიყენება კომპოსტერის შუა და ქვედა ნაწილი, ანუ წვრილი ორგანიკა და სუფთა ჰუმუსი. ბაღში მუშაობა უმჯობესია ზედმეტი გულმოდგინების გარეშე. თუ ერთ დღეში ვერ მოასწარი, არაფერია საშიში, ხვალ ახალი დღეა. ვცდილობ ნელ-ნელა შევცვალო ზოგიერთი საბჭოთა წარსულის გადმონაშთი, როცა შრომის საზომად დარლილობას მიიჩნევდნენ. პირიქით, საბჭოთა კავშირიდან კარგი რაც იყო, ის ზრიეს რომ ავიღოთ. ხოლო საგამოს დრო შეგიძლიათ გაატაროთ, თუ მოამზადებთ რამე ძალიან გემრიელს, მაგალითად ბულბანუ კიშკას. ასე უტოვდებთ ჩვენ კარტოფილის წიხს. ნიადაგს ბაღიდან ურევთ საპირისპირო მიმდევრობით, როგორც ამოვიდეთ. ანუ ბოლოს ზემოდან მყრით ბალახიან ფენას. ასე არ მოხდება ბაქტერიების გადანაცვლება ნიადაგის ქვედა ფენებიდან ზედა ფენებში. ასეთი გაცვლა მავნედ ითვლება ბუნებრივი ორგანული მიწათმოქმედებისთვის. მყუნელები ცდილობდნენ დაბრუნებას, მაგრამ ოკუპანტებმა ისინი სწრაფად უკან დაახევინეს. ჩემი ბრძოლით მე ანექსია გამოვიწვიე. ვეღმის თაგვების სამფლობელო ბოსტანზეც გავაფართოვე. ხის თუ არა ბაღში თაგვებთან ბრძოლა ჯერ არ გადაგვიწვეტია. როგორც არ უნდა იყოს, ეივა ყველას მშვიდობასა და თანხმობაში ცხოვრებას ურჩევს. თუ ხალხებს შორის ბუნდოვანი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების გამო ჯერჯერობით უფრო მეტი მტრობაა. სულ მცირე, ცხოველებთან მაინც უნდა ვიყოთ მეგობრები. მე მათ საჭმელს ვაძლევ, ისინი კი მეგობრობასა და სამსახურში თავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბაღში კიდევ დარჩა რაღაც სამუშაოები, მიწევს, ცოლს მივცე ნება ჩითილების დარბოში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ვეღარ ვიტანდი კრიტიკას, ჩემი ხანძლივი მზადების გამო სამუშაოს დაწყებამდე და შედეგად ვადების დარღვევის გამო. ჩითილები თავიანთ ადგილზეა და მე ვაგრძელებ. სასურველია დაფები გაასწოროთ, ან როგორც მე ვაკეთებ, დაამუშაოთ კუთუ სახეხით, რომელსაც ხალხში ბულგარკას ეძახიან, ლეპესტყოვანი დისკით. ასევე შეგიძლიათ დაფაროთ დანცავი ანტისეპტიკური ნაზავით. დღეს მათი არჩევანი დიდია. პირველი კულის ვიდეო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დავდე პოსტად, სადაც ძალიან კრეატიულად მოაზროვნე აუდიტორია. მაშინ პოსტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და ბევრმა ითინას წარმეტყველა, რომ ასეთი კულები ნახევარ წელიც ვერ გაძლებს, რადგან საჭიროა ბეტონირება, არმირება და ასე შემდეგ. მაგრამ პირველები უკვე მეოთხე სეზონს ხვდებიან და დივნის კრიტიკოსები შეცდნენ. ქვედარიგის აგურს მიწა იჭერს. ზედარიგს მიწა და დაფაუჭებს, ამიტომ ის ვერ დაიშლება. ბეტონი და ხსნარი არ გამოიტანება, ასე რომ არც არაფერი შეიძლება გავზარდეს. ძველი მხოლოდ დაფებით შემოსაზღვრული კულები გამოუსადეგარი ხდება და მე ცოლს შევთავაზე დაფების ახლით შეცვლა. მან კი მითხრა, არა, აგური მოდებნე. ახლა უკვე ვნანობ, რომ 10 წლის წინ უარი ვთქვი 500 აგურზე, რომელსაც მეზობელი უფასოდ მაძლევდა, როცა თავისი მშენებლობა დაასრულა. სიმამრი, რომელმაც ჩვენში ორგანული კულების სიყვარული გააჩინა, როგორც ასეთი. ჩემს რაციონალიზაციას რომ ნახა, ეხლა საერთოდ აგურის გურისთვის გადაწყვიტა თავისი აგარაკის ძველი მარანი დაეთმო. კი, სწორია, რადგან მარანი თუ მოსავალი ცოტაა.
გარედან თვითმჭრელებით ვამაგრებ, შიგნით კი კუპე-კარადები სასაწყობ კუთხის სამაგრებს ვიყენებ. წინაკულები უფრო ბრძელი იყო, ამიტომ რამდენიმე ცენტრალურ შემკროს ვაკეთებდი არმატურის ნაჭრისგან, რომელსაც შედუღებული ჰქონდა კანჩები. ამ კლასში ვწდი მათ გარეშე. აი ასეა საქმე. უბრალოდ აი ასეთი კულებია. ამიტომ დაადეთ დიდი ლაიქი. გააზიარეთ ეს ინფორმაცია ყველგან, სადაც შეგიძლიათ. გამოიწერეთ ჩემი არხი. დააჭირეთ ზარის ვილაკსაც და მაშინ აუცილებლად შეგატყობინებთ. მადლობა.